ამ მონაცემებით, რა მონაცემებით გვაქვს დღეს ქვეყანას ტკივა, ფიზიკურად ტკივა. 17% აქვს ხელმისაწვდომობა ტკივილ გამაყუჩებელ მედიკამენტებზე მოსახლეობის. ისეთ მდგომარეობაში აყენებს ეს ტკივილი, რომ აღარ უნდათ ეგეთი ცხოვრება. რეალურად სახელმწიფო აიძულებს ადამიანს, რომ გავიდეს ხშირად ქუჩაში და მოიძიოს ასეთი მედიკამენტები არა ლეგალურად. გამარჯობა. ახლა თუ შენ ამ საუბარს უსმენ და შენ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის, არ გტკივა, არაფერი გაწუხებს. მერწმუნე რომ შენს კორპუსში, შენს ქალაქში, შენს ქვეყანაში არის 10,000-ობით ადამიანი, რომელსაც ტკივილი ტანჯავს და ვერ ხერხდება ამ ტკივილის კუპირება. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ და ეს არის თემა, რომელიც ერთ დროს შეიძლება ყველას შეეხოს, იმიტომ რომ ჩვენ დაავადებებს არ ვირჩევთ და დაავადებები გვირჩევენ ჩვენ და ერთ დროს შეიძლება ძალიან გვეთკინოს და ეს ტკივილი ვერ გავაყუჩოთ. მოკლედ დღეს ორშაბათი დღეა, უსმენთ ჩვენს პოდკასტს ჯანმრთელობის მატრიცა და დღევანდელ პოდკასტში ჩვენ ნიშტუმარი იქნება ტკივილის მართვის პოლიტიკის ექსპერტი ფათი ძოწენძე და მაია ბუწაშვილი და მე წარუძღვებით ამ პოდკასტს და ფიქრობ ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებს დღევანდელი ჩვენი საუბრიდან მაყურებელი თუ როგორ ხდება საქართველოში ტკივილის მართვა. ფათი, გამარჯობა, მადლობა დიდი რომ იღებ დღეს ჩვენთან ჩვენს პოდკასტში მონაწილეობას. ერთხმად, როდესაც ჩვენი გუნდი ფიქრობდით, რომ უნდა გაგვეკეთებინა, ეს არის ერთ-ერთი ძალიან აქტუალური თემა, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო არიან ძალიან ბევრი პაციენტები, რომლებსაც აი ეს პრობლემა უდგათ და მათი ტკივილი არ არის კუპირებული. და ფაქტობრივად ამ ქვეყანაში ხარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ადვოკატირებას უწევს ამ პრობლემას. რა მდგომარეობა შენ როგორც ექსპერტის თვალით რო გითხრა, რა მდგომარეობა დღეს საქართველოში ტკივილის მართვის მიმართულებით? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და თემაა. მე ვთვლი, რომ ეს დღეს შეიძლება მე წარმოვადგენდე იმ ადამიანების ხმას, რომელთა ხმა საზოგადოებას აღარ ესმის. იმიტომ ეს ადამიანები ზირდად არიან დაუძლურებულები, დაავადების ტერმინალურ სტადიაში, გადაღლილები, ესე ვთქვათ, მკურნალობის ხანგრძლივი პროცესებით, დაავადებისადმი მიმართული პროცესებით, რომელსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ და იტანჯებიან და არიან ადამიანები, რომლებიც ამ ტანჯვის გამო სიკვდილს ნატრობენ, რომ მალე დადგეს მათ ცხოვრებაში აღსასრული. ნამდვილად ესეა. ისინი იტანჯებიან და იტანჯებიან ისეთი ტკივილით, თურმე რომლის გაყუჩებაც აბსოლუტურად მარტივად, ოღონდ ფაქტებზე დამტკიცებული მედიცინით და შესაბამისი მედიკამენტებით არის შესაძლებელი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ასეთ პაციენტების 80-90%-ში შესაბამისი ექნება კიბოსმიერი თუ სხვა ტერმინალური დაავადებით განპირობებული ტკივილის მართვა შესაძლებელია სწორად შერჩეული მედიკამენტით, სწორი დოზით და სწორი რეჟიმით. და ეს ეყრდნობა აბსოლუტურად ელემენტარულ სამედიცინო ამბანს, როგორც არის ფიზიოლოგიური და ფიზიოლოგიური მექანიზმები, ხო? არ მოქმედებს შედარებით უფრო ნაკლებ ძლიერი მედიკამენტი, როგორც არის პარაცეტამოლი, იბუპროფენი, დიკლოფენაკი, ან ამ მედიკამენტების გამოყენების ხარჯზე ვითარდება ძლიერი გვერდითი მოვლენები, გვეუბნებიან გადადით უფრო ძლიერ მედიკამენტს. აი ხა თქვენთან მექნება თქვა, თუ არ მოქმედებს ნაკლებად ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები და ფათიმ ჩამოთვალა მედიკამენტები, პარაცეტამოლის, იბუპროფენის ჯგუფის რა გვერდითი ეფექტები შეიძლება გქონდეს ამ მედიკამენტების ხანგრძლივ გამოყენებას? კი, როგორც ფათიმ თქვა, უამრავი ადამიანი ძირითადად ამ გზით იყუჩებს ტკივილს, ანთებისაწინააღმდეგო არასტეროიდებით განსაკუთრებით. პარაცეტამოლზე გავჩერდები, რომ პარაცეტამოლის ხანგრძლივ გამოყენება იწვევს ღვიძლის უმძიმეს დაავადებებს.
ამიტომ აი მაქსიმუმი მაგალითად პარაცეტამოლის თანამედროვე გამოყენების დღეები უნდა იყოს 10 დღე, მაგის მერე უკვე პარაცეტამოლს ვეღარ გამოვიყენებთ, არადა უამრავი ადამიანი სვამს პარაცეტამოლს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. შეიძლება ვერც აცნობიერებს და პარაცეტამოლს შემცველებს სხვადასხვა სახელით სვამს. ამიტომ ყველა უნდა დააკვირდეს, რომ პარაცეტამოლს თუ შეიცავს ეს მედიკამენტი, ის მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის არის და პარაცეტამოლთან ასოცირებული ჰეპატიტი და ციროზი კლინიკურ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია სამწუხაროდ. რაც შეეხება იბუპროფენის ჯგუფს, ანუ უფრო სწორად ანთებისაწინააღმდეგო არასტეროიდები ქვიათ მათ, იბუპროფენი იქნება თუ სხვა სულ ერთია. მათი ხანგრძლივი გამოყენება იწვევს კუჭნაწლავის სერიოზულ დაზიანებას, შეიძლება ისეთი სისხლი რომ მოკლას ადამიანი. კი. და მთელი რიგი ქრონიკული დაავადებების დროს განსაკუთრებით, მაგალითად ეხლა რადგან თქვათ, ჩემს პრაქტიკაზე ალაპარაკი ყველაზე მეტად ჩემთან ხვდებიან ციროზის მქონე და ქრონიკული ჰეპატიტების მქონე პაციენტები და მათში ისედაც პრობლემურია ჯგუფის პრეპარატების გამოყენება და მით უმეტეს გვერდითი მოვლენები ძალიან ხშირია და სერიოზული, ამიტომ პირველი რა კითხვასაც უსვამთ ხოლმე ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტს, ხო არ იღებთ ხანგრძლივად პარაცეტამოლს პირველ რიგში და ანთებისაწინააღმდეგო არასტეროიდულებს, იბუპროფენს და ასე შემდეგ. ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტი ბუნებრივია იღებს, იმიტომ სხვა მედიკამენტზე მას ხელი არ მოუჭრდება და ეს ტკივილის კუპირება რომ მოახდინოს, ხომ, ეს იღებს და მერე იმ გართულებები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ამ გართულებებს ვიღებთ სახეზე, რომელიც სიცოცხლესთან უკვე შეუთავსებელი გართულებებია. მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ფათი, ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა არის თუ რამდენად არის ქვეყანაში გაყუჩებული ტკივილი, არის მოხმარებული ოპიოიდების რაოდენობა ქვეყანაში, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. რა მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში, თუ არსებობს რაიმე ტიპის კვლევა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ მონაცემებით, რა მონაცემებით გვაქვს დღეს ქვეყანას ტკივა, ფიზიკურად ტკივა. რა თქმა უნდა არსებობს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვეხებით ისეთ მედიკამენტებს, როგორც არის ოპიოიდები და ვიცით, რომ თუ ისინი არასწორად იქნა გამოყენებული, მათ შეიძლება ქონდეს მიჩვევის პოტენციალი, ისინი ექვემდებარება მკაცრ კონტროლს ზოგადად მსოფლიო მასშტაბით. ამიტომ შესაბამისად შემუშავებულია მთელი მექანიზმები. თუ როგორ უნდა მოხდეს სწორად გათვლა ქვეყნისთვის საჭირო არსებული მარაგის. და იმ თუ ადამიანებს ტკივათ დაახლოებით აი ამ ქვეყნისთვის დაავადებული ადამიანებიდან გამომდინარე რამდენი იქნება საჭირო. შესაბამისად ჩვენ ვიცით დაახლოებით რამდენია საჭირო და შეგვიძლია უკვე გამოყენებული მედიკამენტების რაოდენობა შევადაროთ ამ და მოდი ციფრებში რო ვთქვათ აბარახება. აი დაახლოებით გეტყვით, რომ საქართველოში ბოლო წლებში დაახლოებით გამოყენება არის მორფინის და მორფინი არის ერთადერთი ოპიოიდი, რომელიც ხელმისაწვდომია ამბულატორიული პაციენტებისათვის, რომელსაც აქვთ ძლიერი ქრონიკული ტკივილი და რომელთა დიაგნოზაც და მოგვიანებით ვისაუბრებ, არიან დაავადების ტერმინალურ ფაზაში და დაახლოებით გამოყენება არის ესეთი 9-10 კილო საშუალოდ. ძალიან ადვილი გამოსაცნობია და თქვენ ნახავთ, რომ არსებობს სპეციალური ფორმულა, რომელიც ჩვენ გვეხმარება ამის დათვლაში და ის ეყრდნობა დაავადების სტრუქტურას ქვეყანაში, თქვათ, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საანგარიშო წელს, თქვათ, კიბოთი. და ვიღებთ დაახლოებით იმის 80%-ს, ეს ნიშნავს აი გარდაცვლთა 80%-ს სიკვდილის წინ აღენიშნებოდა ტკივილი, ვამრავლებთ დაახლოებით საშუალოდ 3 თვეზე, იმიტომ რომ როგორც წესი, ბოლო 3 თვის მანძილზე არის ტკივილი ყველაზე მეტად გამოხატული, თუმცა ინდივიდუალურად ზოგთან შეიძლება იყოს 2 კვირა 1 თვე, ზოგ ადამიანთან 6 თვე და ასე შემდეგ. ამიტომ არის გასაშუალებული 3 თვეზე და მინიმალურ დოზაზე და ანუ ჩვენ მოვიხმართ 9 კილო 9-10 კილოს ბოლო და რამდენს უნდა მოვიხმარდეთ? აი იმ მონაცემებით მარტო ონკოლოგიური პაციენტებისთვის დაახლოებით 35 კილოს როგორც მინიმუმ.
როგორც მინიმუმ 35 კილოს მარტო ონკოლოგიური პაციენტებისთვის. მეოთხედს ვიყენებთ, ანუ დანარჩენი 3/4 ადამიანი გვეტანჯება ტკივილით, რომ დავასვენოთ. თუმცა თუ დავიყენებთ ჩვენ ლანცეტის კომისიას პალიატიური მზრუნველობაზე, ნახავთ რომ მას აქვს სპეციალური ესეთი გამომუშავებული იარაღი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ნახოთ რამდენ პროცენტს აქვს მოსახლეობის ხელმისაწვდომა, ნახავთ რომ მაქსიმალური პროცენტი არის 17. მხოლოდ 17%-ს აქვს ხელმისაწვდომობა ტკივილ გამაყუჩებელ მედიკამენტებზე მოსახლეობის. და თუ გავითვალისწინებთ ეს საქართველოს დანარჩენ ადამიანებს ვირა შვებიან ფაქტი. სოფლიოში თუ საქართველოში. საქართველოში თითქმის სხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებს პრაქტიკულად არ მიუძღვებათ ხელი ძლიერ ტკივილ გამაყუჩებელ საშუალებებზე. მე პირადად მქონია შეხება, რამოდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ჰქონდათ დიაბეტური ტერპი და იცით როგორი ძლიერი ტკივილი აქვს, გაუსაძლისი, როდესაც აღარაფერი აღარ მოქმედებდა და ექიმი უარს ამბობდა, თან უკვე იყო თქვა განგრენა განვითარებული, მდგომ უკვე განგრენა იყო დაწყებული. ექიმი უარს ეუბნებოდა ოპიატის დანიშვნაზე და იყო რომ პირადი თხოვნები, დარღვევები სამინისტროში, ჩარევები და აი მხოლოდ ესეთი დიდი ძალისხმევით მოხერხდა რომ იმ რამოდენიმე ერთეულ შემთხვევას დავეხმართ და დაენიშნა ძლიერ ტკივილ გამაყუჩებელი საშუალებები. თუმცა როგორც წესი, ადამიანების უმრავლესობას არ აქვს იმის საშუალება რომ მოგვაწვინონ ხმა და ცხოვრების დასასრულს ატარებენ ტკივილში. არა და ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ტკივილი არის ის სიმპტომი, რომელიც აიძულებს ადამიანს პირველად მიმართოს ექიმს ყველაზე ხშირად. ტკივილი არის ის სიმპტომი, რომელიც ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ტკივილი თავარი არის ის, რომ ეს არის ტანჯვა ადამიანებზე. წარმოვიდგინოთ ახლა ვისმენს ადამიანი და აი, კვლევასაც გავეცანი ახლა დღევანდელი პოდკასტისთვის, რომ ადამიანები რომ გამოკითხეს, ყველაზე მეტად სიკვდილის კი არ ეშინიათ, რომ აი სიკვდილის კი არ ეშინიათ. ადამიანების უმეტესობას ეშინია ტკივილით გარდაცვალების, ტანჯვით ტკივილის ეშინია და ტკივილი არის ფუნდამენტური შიში ადამიანის, რომ არ გეტკინოს, ხო? ანუ ჩაგეჭრები, აი ახლა ჩემს პრაქტიკაში ონკოლოგია არ არის ეს მომდაბ, მაგრამ ძლიერი ტკივილის მქონე პაციენტები ხვდებიან პოსტზოსტერული ნევრალგია ქვია, ანუ ჰერპეს ზოსტერის გადატანის შემდეგ წლების მანძილზე ბევრი ადამიანი ძალიან ძლიერი ტკივილით იტანჯება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტკივილად არის მიჩნეული და მათ ხშირად უხსნი ხოლმე, რომ ეს მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. და ასეც არის. უბრალოდ ეს არის მათთვის გაუსაძლისი ტკივილი და ამით თითქოს ხოლმე ყოველდღიურად ვცდილობ დავამშვიდო, რომ არაფერი არ ემუქრებათ, ტკივილი ძალიან სერიოზულია და ძალიან ბრაზდებიან ხოლმე და ამბობენ ძალიან ლოგიკურიც არის ეს ბრაზი. ეხლა აღარ არის მათთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რამე ემუქრება თუ არა. ისეთ მდგომარეობაში აყენებს ეს ტკივილი, რომ აღარ უნდათ ეგეთი ცხოვრება. თუნდაც პერსპექტივაში შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში არ იყოს, მაგრამ ამ ტკივილით ცხოვრება არის მიხელა ტანჯვის მომტანი, რომ აი ჩემი არგუმენტი უსუსური, რომ მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ახლა არაფერი არ ემუქრება, არაფერი არ აინტერესებთ. მათი მთავარი ამოცანაა, რომ ასე აღარ იყვნენ უბრალოდ და ასე აღარ იტანჯონ. ხო და ამის გარდა ერთსაც თქვენ საუბარს დავამატებ, რომ თვითონ ტკივილი რომ კარგად იყოს გააყუჩებული, მაგალითად ხო, როგორ შემცირდებოდა სუიციდის შემთხვევებიც, ხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ტკივილის გამო ონკოლოგიურ პრაქტიკაში განსაკუთრებით, რომ შეიძლება მართლა გამოაღო ფანჯარა და უბრალოდ გინდა რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. ამ ტკივილის გამო ისე ჯოჯოხეთს გადიან ადამიანები. და ფათი, აი აქვე ერთი რამ მინდა გკითხო. ამ თემას მე საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, რომ ამ თემის ადვოკატირებას ახდენ. ხო, მე ხა მიზეზებზე ჩვენ ვისაუბრებთ, რა მიზეზებია იმის, რომ მაგალითად არ მიუწვდება ძლიერ ტკივილ გამაყუჩებელ მედიკამენტებზე საქართველოს მოსახლეობას იმ ადამიანებს, რომელსაც ეს ტკივილ გამაყუჩებლები ესაჭიროებათ ხელი. მიდიხარ, ხვდები პარლამენტარებს, ხვდები მინისტრებს, წლებია ესე მოდიხარ. ვერაფერს ვერ გახდი, აი რაღაც ერთი ქალი ხარ, რომელსაც ვიძახი, ახლა დროშა გიჭირავს თუ ხმალი გიჭირავს ხელში და გავაყუჩოთ, დავაამოთ ტკივილი და მილიონი ადამიანი გირეკავს, რომ ვინც გიცნობს, რომ როგორ რამენაირად მოხდეს, თქვათ, აი ამ კლინიკურ პრაქტიკაში ამ ტკივილის კუპირება. ხო, რა ხდება, აი ეს რომ გითხრა.
პატარა კორექცია შევიდა. მართალია მე ამ საკითხზე მუშაობდა პირდაპირ ჩემი პროფილია, თუმცა ხშირად მარტო არა ვარ. ხო, მაგრამ მესმის უბრალოდ ჩახარ ხოლმე. ძალიან ესეთი ადამიანები, რომელიც აქტიურად არიან ჩართული პალიატიურ მზრუნველობაში, ადვოკატირებენ ასევე ამ პალიატიურ მზრუნველობას განვითარებას საქართველოში, ეს იქნებიან უშუალოდ ექიმები, ეს იქნებიან თუნდაც საზოგადოების წარმომადგენლები, არაერთი ადამიანი თქვათ იყო ამ პროცესში აქტიურად ჩართული, თუმცა საბოლოოდ დაახლოებით 2-3 წელია შეიძლება ითქვას ჩავიქნიეთ ხელი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა, როდესაც შედგა ჯანდაცვის კომიტეტში, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში, როდესაც ჩვენ საუბრობდით სწორედ ამ ტკივილ გააყუჩების საკითხზე და როგორ წარმოადგენთ ფაქტები, რამდენ ადამიანს ტკივა, რა სახის პრობლემებია და ჩვენ საუბრობდით რეალურად ფაქტებით, რეზიუმეს სახით ესეთი შეჯამება იყო ერთ-ერთი კომიტეტის წარმომადგენლის მიერ, რომ ადამიანი იბადება ტკივილით და კვდება ტკივილით. ვინ იყო თქვი რა? ძნელი გამოსაცნობი არ არის, სადღეგრძელოების ენით ვინც გველაპარაკობს. სადღეგრძელოების ენით დაახლოებით ვინც საუბრობს, აი ესე პოეტურად განგვიმარტა რომ და ანუ განგვიმარტა რომ საუბარი დასრულდა ამ საკითხზე. ანუ ეს ექიმიზეა საუბარი, რამდენადაც ახლა მივხვდი ხომ, ანუ არ ასახელებ შენ, იმიტომ მე ამ შეხვედრის მომსწრეა, უბრალოდ შემიძლია კითხო, ეს კახაძე იყო? დიახ. ანუ ამ რანგის ექიმა თქვა ესეთი ფრაზა, რომ ადამიანი ტკივილით იბადება და ტკივილით უნდა გავიდეს ამ ქვეყნიდან. აი, სწორედ ამ სიტყვებით რეზიუმე იყო უკვე ჩვენი შეხვედრის, ჩვენი საუბრის, სამწუხაროდ საუბარი ხანგრძლივად გაგრძელდა და აი მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფაქტი წარმოვიდგინეთ და ვცდილობდით, რომ ყველანაირი ჩვენი მოსაზრება დაგვესაბუთებინა მტკიცებულებებით, უცბად აი ესეთი გადახვევა მივიღეთ ესეთი. ხო, ვიცი რა არის, შეიძლება არც იყოს ეს სასაცილო ამბავი, მაგრამ კარგი. სასაცილო არ არის, მე გეტყვით პირველ რიგში რატო არ არის ახლა თქვენ ახსენეთ, რომ იტანჯება თქვენი პაციენტების ამბავი მოყევით, მეცად გეტყვით. ტკივილი ხო არ არის მარტო ფიზიკური განცდა. ტკივილი გაიძულებს, რომ დარჩეს სახლში და არ წახვიდე მეგობართან. ტკივილი გაიძულებს, რომ ვერ მიიღო საკვები. ტკივილი გაიძულებს, რომ ხშირად ისეთ პოზაში ვერ დაწვეთ, თუნდაც დასაძინებლად, რომელსაც მიჩვეულიყავი. ტკივილი არის გაიძულებს, რომ დატოვოს სამსახური, რომელიც შედის მნიშვნელოვანი შვილების. ანუ ეს იწვევს იზოლაციას სოციუმიდან. იწვევს ხშირად სამსახურის დაკარგვას. ხშირად იწვევს სხვებზე დამოკიდებულებას, იმიტომ რომ შენ ვეღარ ასრულებ შენ ფუნქციას და ხშირად საკუთარ თავსაც ვეღარ უვლი. ისეთ პირადი როგორც არის ისეთი თუნდაც პირადი ჰიგიენის მოწესრიგება და საკვების მიღება, იმიტომ რომ მხოლოდ გტკივა ამ სიტუაციაში. წარმოიდგინეთ, ეს იწვევს დანიშნულების დაკარგვას. აი ეს ყველაფერი ერთად ფუნქციის მოშლა, იზოლაცია, შემოსავლის დაკარგვა, დეპრესია, შფოთვა იწევს დანიშნულების დაკარგვას და სასოწარკვეთას ასეთ ადამიანებში და ხშირად, როგორც ახსენე, არაერთხელ ყოფილა სუიციდის წინაპირობაც. და მეცაც ვიტყვი, გარდა ამისა ეს მარტო პაციენტებს არ ახდენს გავლენას. ეს პირველ რიგში საზოგადოებაზეც ახდენს გავლენას ჩემი აზრით, იმიტომ რომ აი, საზოგადოება ახსენე, აქვე უბრალოდ რაღაცნაირად დიალოგი რო წარმართოთ, წარმოიდგინე, რომ შენს ოჯახში, შენს ძალიან ახლობელს ტკივა, ხომ? იმის ფიზიკური ტკივილი ხომ იმ ოჯახზეც გადადის, ხომ? ანუ მის შვილზე, მის დედაზე, მის მამაზე, ხომ? ანუ ეს ადამიანებიც იმ ტკივილს ფიზიკურად თუ არა სულიერად ხომ განიცდიან რა? ანუ აი ამ ტანჯვას, რასაც უყურებენ, როგორ იტანჯება ტკივილით მათი საყვარელი და ახლობელი ადამიანი. რეალურად ჩვენთან დიდი პრობლემაა პირველად ჯანდაცვა, რომ არ არის იმ რანგში, როგორიც გვინდა და როგორიც თქვა ბევრ ქვეყანაშია. და აი ალბათ აქამდეც მივდივართ, რომ პირველად ჯანდაცვის ექიმი, ანუ ოჯახის ექიმი, იგივე რომელიც უნდა ზრუნავდეს პაციენტის ჯანმრთელობაზე, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ბევრ ნიუანსზე, ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, რომელსაც უნდა ებაროს ადამიანისთვის ტკივილის შემსუბუქება, არის ოჯახის ექიმი. აი ამ მხრივ რა სიტუაცია ჩვენთან, მე როგორც ინფორმაცია მაქვს, არ ნიშნავენ მაინც. ისინი ბევრ შემთხვევაში თავს იკავებენ ამისგან, რა არის ამის მიზეზები და აი რა როლი შეიძლება
მათ კონდეთ რომ უფრო მეტად ჩაერთონ ამ პროცესში. მადლობა, ძალიან საინტერესო შეკითხვა. შევეცდები ძალიან მოკლედ გიორგის უპასუხო. ოჯახიც რა თქმა უნდა ჩართული არის თლიანად ამ პროცესში და იტანჯება, თუმცა ძალიან ხშირად მათ დამოკიდებულებაზე გავლენას ახდენს ცრურწმენა. ცრურწმენა, რომ თუ ისინი პაციენტი მიიღებს, მათი ოჯახის წევრი საყვარელი ადამიანი მიიღებს ისეთ ძლიერ მედიკამენტებს, როგორც არის მორფინი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ეს ადამიანი აუცილებლად გახდება წამალზე დამოკიდებული. ეს არის სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ რეალურად, როგორც ვთქვათ, ჩვენ პროფესიონალებს ჩვენ არ გვასწავლენ ინსტიტუტში რეალურად, დეტალურად და არ გვიხსენ ამას. ამიტომ ამის შესახებ მთელი მითოლოგია არსებობს პრაქტიკულად. არა და ძალიან ცალსახად აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას განსაზღვრული თუ რა არის წამალდამოკიდებულება და ICD კლასიფიკატორში პირდაპირ არის ჩამოთვლილი 6 ნიშანი. და გვეუბნებიან, რომ ამ 6 ნიშნიდან 3 მაინც უნდა არსებობდეს, რომ ადამიანს დაუსვათ დამოკიდებულების დიაგნოზი. ეს ნიშნებია წამლის მოხმარების ესეთი კომპულსიური მოთხოვნა, წამლის მიღება მიუხედავად ზიანის უგუველყოფა, სხვა ინტერესების და სიამოვნებების უგუველყოფა, წამლის მოხმარების სირთულის გაკონტროლება, ფიზიკური აბსტინენცია და ტოლერანტობა. აი ზუსტად ბოლო 2 ნიშანია, რომელიც შეიძლება გამოეხატოს პაციენტს, ხო? რა არის ფიზიკური დამოკიდების ერთ-ერთი ნიშანი აბსტინენცია, რომ თუ ადამიანის ორგანიზმში ხანგრძლივად იღებს რაღაცა მედიკამენტებს, მისი შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განუვითარდეს აბსტინენციის სინდრომი, ხო? თუმცა ფიზიკური დამოკიდებულება აღინიშნება ბევრი სხვა მედიკამენტების მიმართ, როგორც არის სტეროიდები, საგულე საშუალებები, ანტიდეპრესანტები და სხვა მედიკამენტები და ჩვენ ამ ადამიანებს არ ვეძახით წამალდამოკიდებულ ადამიანებს, ხო? ეს არის სტიგმის პირდაპირ ეს შემცველი დამოკიდებულება, რომ pirდაპირ თუ ადამიანის ფიზიკური დამოკიდებულება განუვითარდა, მას უთხრათ, რომ ის არის გამაყუჩებზე დამოკიდებული. მეორე, ეს არის ტოლერანტობა, როდესაც ხანგრძლივად მიღებისას ადამიანს შეიძლება დაჭირდეს უფრო მაღალი დოზა, ვიდრე ვთქვათ, იმავე ეფექტის მისაღწევად, რაც უფრო მიიღწევდა თავის დროზე დაბალი დოზით. ანუ როგორც წესი, ჩვენ სახეზე შეიძლება გქონდეს ეს 2 ნიშანი, თუმცა არ არის აუცილებელი. ისიც თუ ადამიანი მედიკამენტებს იღებს 2 კვირაზე უფრო დიდხანს და შესაბამისად იმ ადამიანებს, პაციენტებს, რომლებიც ტკივილის გამო იღებენ ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, ვერ მივაკუთვნებთ წამალდამოკიდებულ და აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ვთქვათ თუ ონკოლოგიურ პაციენტებზეა საუბარი, ვთქვათ ხომ, ონკოლოგიური დაავადების უშუალო პროგრესი ბევრად უფრო ნელია იმ პაციენტებში, სადაც ტკივილი უფრო მეტად არის გაყუჩებული, ესეც სამეცნიერო კვლევა, ანუ ვთქვათ, აი მაყურებლისთვის რო გასაგები გახდეს, ვთქვათ, მეტასტაზირება, თვითონ უშუალო სიმსივნის და სიმსივნური ინტოქსიკაცია ორგანიზმის იმ პაციენტებში უფრო ნელა მიმდინარეობს, სადაც ტკივილი არის კუპირებული. რა თქმა უნდა, ფიზიკურად, ემოციურად, როგორც ვთქვით, ტკივილი არ არის მარტო ფიზიკური სიმპტომი, ხო? როდესაც ეს არის ქრონიკულ უკურნებელ პაციენტებში, ეს არის სულიერი, ფსიქოლოგიური და სოციალური ტკივილი, რომელიც განაპირობებს ტოტალურ ტანჯვას და შესაბამისად გაუყუჩებელი ტკივილი, როდესაც ადამიანი არის მუდმივი სტრესის ქვეშ. მუდმივი სტრესის ქვეშ, რა თქმა უნდა, ის ვეღარ ებრძვის დაავადებას. ფათი ასეთი ადამიანის ერთ შემთხვევას ხო ვერ გაიხსენებდი, ვთქვათ, რომელიც აი მუდმივად ებრძოდა და მისი ცხოვრება როგორ წარიმართა, ვთქვათ, აი კონკრეტული მაგალითი რო დაგვისახელა. მოგვიყვანა. დაგისახელებთ, ვთქვათ, ერთი პიროვნება იყო 78 წლის ასაკში გამოვიდეს პრობლემა ყო სერიოზულად, რომელსაც წლების განმავლობაში აღენიშნებოდა სახსრების ტკივილი და ის წლების განმავლობაში იღებდა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, როგორც აი მაგალითად იბუპროფენის ჯგუფი. მაგრამ ხშირად ვინდან არ იყო საკმარისი განსაზღვრული დოზა, ის უფრო მეტი რაოდენობით და ხშირად ერთ და იმავე ჯგუფის რამოდენიმე პრეპარატს იღებდა, რაც ძალიან ხშირად და ზოგჯერ თვითონ სამწუხაროდ ექიმებიც უნიშნავენ ერთდროულად ერთი და იმავე ჯგუფის მედიკამენტს და ამ შემთხვევაში მას ამ მედიკამენტს აქვს
ჭერის ეფექტი. ანუ რაც არ უნდა ზარდო დოზა, ეფექტი როგორც წესი აღარ იზრდება. თუმცა მიუხედავად ამისა, თუმცა გვერდითი მოვლენების რისკი, რა თქმა უნდა, იზრდება. და სწორედ აი ამ ესეთი არაკონტროლებადი ტკივილი და არაკონტროლებად მიღებული მედიკამენტების ფონზე აღენიშნა ძლიერი სისხლდენა, რის გამოც ის მოყვა საავადმყოფოში. ეს ადამიანი იყო სასულიერო პირი სხვათა შორის, ანუ მსახურებდა და სწორედ აი ამის შემდეგ იწყება ის პერიოდი, რომ როგორც გაირკვა შემდეგ, ჯერთი არასწორად მკურნალობდნენ, ჰქონდა პოდაგრული ართრიტი და საერთოდ სხვა მედიკამენტები უნდა მიეღო, მაგრამ ჰქონდა არანორმალური ტკივილი, იმიტომ რომ ეს შარდჟავს რაოდენობა სისხლში იყო ძალიან მაღალი და ტკივილგამაყუჩებელ, ან რო წარმოგიდგენთ, აქვს ძალიან ძლიერი ტკივილი და საერთოდ ვერ ხებლობს ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს. როდესაც საავადმყოფოდან გამოწერისას მიმართეს ოჯახის ექიმს, ოჯახის ექიმმა უთხრა, რომ მას არ ჰქონდა უფლება მისთვის დაენიშნა ოპიოიდური მედიკამენტი, ვინაიდან ის არ იყო დაავადების ტერმინალურ ფაზაში. და აი ეს ადამიანი, სანამ თქვა არ მოხდა დარეგულირება აი ამ ჩამორთე მანამდე არა, მას უარი უთხრეს, მე მიმართა სამინისტრო და სამინისტრომაც უთხრა, რომ ამ რეგულაციების აკრძალულია, რომ თქვენს დაგენშოთ ოპიოიდი და ეს ადამიანი დაახლოებით 2 კვირა სანამ დაავადაზე მიმართულმა მკურნალობამ არ დაიწყო უკვე მუშაობა, იტანჯებოდა საშუალო ძლიერი ტკივილი. მე მეცაც გეტყვით, ვიცი შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრები მეუბნებიან, ხომ არ წავიდე და ვშო მედიკამენტი ქუჩაში. ანუ რეალურად სახელმწიფო აიძულებს ადამიანს, რომ გავიდეს ხშირად ქუჩაში და მოიძიოს ასეთი მედიკამენტები არალეგალურად. ჩემი პირადი ოჯახის გამოცებას გეტყვით, ჩემი ძიძა გარდაიცვალა სისხლდენით, ასევე რომელიც ასე ტკივილის გამო იღებდა ძალიან ბევრ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს და როდესაც მე მივმართეთ ხოვნით კარდიოლოგს, მან მითხრა, რომ მას რომ დაესვას ტერმინალური დიაგნოზი, ამისთვის უნდა იყოს ის ინტუბირებული. აი, ხო და მივდივარ ახლა აი სწორედ რა იმ კითხვამდე, რაც მაიამ დასვა, ოჯახის ექიმის როლი და ფუნქცია. რეალურად ოჯახის ექიმის როლი არის უდიდესი, იმიტომ რომ ის არის ის პირველი რგოლი, რომელსაც ხვდება პაციენტი წესით, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს მას და ყველაზე მეტად შეუძლია გაუწიოს დახმარება. საქართველოში ოჯახის ექიმის ვალდებულება ასევე დაუნიშნოს და გამოწეროს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები. თუმცა არსებული მკაცრი რეგულაციების ფონზე ხშირად ეს ვერ ხერხდება. ეხლა რატო? პირველ რიგში დავიწყოთ, მისთვის შეიძლება დანიშნვა მედიკამენტის. არსებული ნორმატიული დოკუმენტების ფონზე საქართველოში ტკივილგამაყუჩებლის, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლის ოპიოიდების დანიშნა შესაძლებელია მხოლოდ დაავადების ტერმინალურ ფაზაში. ეს უნდა იყოს მეოთხე კლინიკური ჯგუფი, ონკოლოგიის რაც ნიშნავს სხვა ამოწურულია ნებისმიერი სხვა მედიკამენტოზური საშუალებები არატკივილგამაყუჩებლის დაავადებაზე მიმართული. ანუ თუ ის იტარებს ქიმიოთერაპიას დაავადაზე მიმართულს, ვერ დაუნიშნავ ოპიოიდურ საშუალებებს. ხო? ან ქრონიკული მოპროგრესირებული დაავადებების ტერმინალური ფაზა. ანუ ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანს აქვს ძლიერი ტკივილი და ის არ არის დაავადების ტერმინალურ ფაზაში, ანუ თქვათ არ გვტება და ეს არ არის თვალსაჩინო, ჩვენ ამ ადამიანს ტკივილგამაყუჩებელს ვერ დაუნიშნავთ, რაც რაზე აისახება მის ცხოვრების ხარისხზე. და აი ისევ ოჯახის ექიმებს რომ დაუბრუნდეთ, რა კანონით მათ შეუძლიათ დანიშნონ ეს მედიკამენტები, მაგრამ არ ნიშნავენ. აი დაახლოებით რა პროცენტულად, რა რაოდენობის ოჯახის ექიმი ნიშნავს ამ მედიკამენტს და ისევ და თუ ინიშნება, ისევ კომისიური წესით ინიშნება, რომელიც უკვე 2008 წლიდან ეს უკვე კანონმდებლობით აღარ არის. ეხა ვისაუბრებთ იმაზე, ვის შეუძლია დანიშნვა, ხო? როგორც ვთქვი, ოჯახის ექიმს, თუმცა საქართველოში თანამედროვედ არსებობს უფრო ძველი რეგულაციები, რომელიც 2000 წლის არის და უფრო ახალი. ახალი ამბობს, რომ 2007 წლის ექიმს შეუძლია დანიშნოს ერთპალ მიიღოს გადაწყვეტილება. ძველი ამბობს, რომ იმისთვის რომ ადამიანს დაუნიშნო ოპიოიდი, საჭიროა იქნას კომისიური გადაწყვეტილება.
ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა შეიკრიბოს ონკოლოგი, ოჯახის ექიმი და თქვა წარმომადგენელი ადმინისტრაციიდან, რომელიც შეიძლება საერთოდ არ იყოს ამავდროულად ექიმი, ხო? ეს ნიშნავს, რომ ხშირად ესეთი კომისიის შეკრება ესეც პრობლემაა, იმიტომ რომ თქვა ონკოლოგი შეიძლება არ იყოს ყოველდღე იმ დაწესებულებაში და როგორც ეს თითო ონკოლოგი მუშაობს რამოდენიმე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, ხო? ეს ნიშნავს, რომ ხშირად ესეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება კვირაში ერთხელ. ეს ნიშნავს, რომ თუ პაციენტს თქვა სიტყვაზე დაეწყო ტკივილი, პარასკევს საღამო, შეიძლება მას შემდგომ ხუთშაბათამდე მოუწიოს, რომ მიიქნას გადაწყვეტილი მიღება დანიშვნაზე. იმიტომ რომ თქვა მე ესე მგონია, რომ ექიმები უფრო დაცულად გრძნობენ ესე თავს, როდესაც ერთობლივი გადაწყვეტილების, ანუ განაწილება ხდება პასუხისმგებლობაზე და მართლა ესეთი კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ ის ექიმები, რომლებიც უფრო მარტო იღებდნენ გადაწყვეტილებას და უფრო ახალ რეგულაციას მისდევდნენ, მეტად იყვნენ სწორედ დასჯილნი, ესე ვთქვა. დასჯილში რას გულისხმობ, ანუ რას გულისხმობ, რამე პასუხისმგებაში მისცეს ეს ადამიანები, ადმინისტრაციული ძირითადი ეხლა რაც შეეხება, თქვა, ვისთვის შეიძლება, ხო? აი ესე დასჯაზე რო ვისაუბროთ, ხომ, ადმინისტრაციული ჯარიმები ახსენეთ და თქვა შეიძლება მასთან მისულიყო პოლიციელი გამომძიებელი და თქვა რაღაცა ახსნა-განმარტება მოეთხოვა თუ რატომ დანიშნა, ხომ, კონკრეტულ შემთხვევაში? არა, პოლიციელი არ მიდის ამ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში მიდის რეგულირების სააგენტო, რომელიც ასევე ერთ-ერთი ქვედანაყოფია ჯანდაცვის სამინისტროსი. პირველ რიგში ისინი იკვლევენ, ვის რამდენი დაენიშნა, როგორ დაენიშნა და შეიძლება ეს სწორიც არის რაღაც გარკვეულწილად, რომ იმიტომ კონტროლი მაინც აი ასეთი მედიკამენტების დანიშნა. კი, უბრალოდ იმაში არ უნდა გადაიზარდოს, რომ ადამიანები შიში ცხოვრობდნენ ექიმები და ამის გამო დაანჯავდნენ პაციენტებს. რაღაცნაირად უფრო შუალედი აშკარად მოსაძებდნენ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პაციენტის მდგომარეობა ყველაზე კარგად იცის ისევ და ისევ კურნალმა ექიმმა, ხო? კურნალმა ექიმმა. მარეგულირებელმა ორგანომ შეიძლება არ იცოდეს, თქვათ, რომ ქრონიკულ თუ აქვს პაციენტს მუდმივი ტკივილი, ეს მედიკამენტი უნდა დაენიშნოს, თქვა სწრაფი მოქმედების 4 საათში ერთხელ. ტოლერანტობაც ახსენე, ხომ, შეიძლება ის დოზა აღარ იყოს საჭირო და საჭიროებდეს დოზის კორექციას, ხო? ეს პაციენტები უკეთ ხდებიან? ჩვენ საუბრობთ ტერმინალურ პაციენტებზე. რა თქმა უნდა, მათი მდგომარეობა მძიმდება და მძიმდება დაბობრივად. შესაბამისად, შეიძლება დაჭირდათ უფრო დოზის გასდა, ხო? აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ იქნება კომპეტენტური მარეგულირებელი ორგანო განსაზღვროს რა დოზა არის ინდივიდუალ პაციენტისთვის საჭირო და როგორ. იმიტომ რომ თუ თქვა არის მუდმივი ტკივილი, უნიშნავ საათობრივად. თუ არის ეპიზოდური ტკივილი, მაშინ უნიშნავ თქვა მარტო საჭიროების დროს, ხო? აქვე ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა, ბიოტიკას აქვს თავარი პრინციპი, ხო? ეს ავტონომიური პაციენტის ავტონომიურობის პრინციპი, ხო? და როდესაც ტკივილის გაყუჩებაზე ხდება, თქვა და არ გაყუჩებული ტკივილის შემთხვევაში ეს თავარი პრინციპი, ავტონომიურობის პრინციპი არის დარღვეული და კიდევ რამდენად ირღვევა ეს პრინციპი, იმიტომ რომ ჩვენ თქვა დანიშნული გაქვს ეს მედიკამენტი და კვირაში ერთხელ მიდიხარ პოლიციის შენობიდან ხდება, ხო? ამ მედიკამენტის აღება, თქვა თუ ცნობა გაქვს, მიდიხარ პოლიციის შენობაში და პოლიციის შენობიდან იღებ შენი პაციენტისთვის მედიკამენტს. ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებს აქვს და აი მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ ძლიერ ტკივილ გამაყუჩებელ მედიკამენტებზე, საზღვარგარეთ ევროპაშიც რო წავიდეთ, ამერიკაშიც რო შევიდეთ, ნებისმიერ აფთიაქში სადაც შევიდეთ და თუ გვაქვს ჩვენ რეცეპტი გამოწერილი, იმ დახლიდან არ არის საუბარი, რომ სპეციალიზირებული აფთიაქი შეიძლება იყოს. ნებისმიერ აფთიაქში რაღაცა ტიპის ესენციურ ტკივილ გამაყუჩებელ მძლავრ მედიკამენტს იშოვი. დაგეთანხმებით, იმიტომ რომ პირველ რიგში მოდი რეცეპტ შევეხები, ანუ როგორ ხდება გაცემა, ეს რეცეპტი არის სპეციალური რეცეპტი, ფორმა 1, ეს არის ამ რეცეპტით სხვა მედიკამენტს ვერ გამოწერ და სხვა რეცეპტზე, სხვა რეცეპტის ფორმაზე ოპიოიდს ვერ გამოწერ. და ის ჯერთი ეს რეცეპტი ხელმისაწვდომია მარტო სახელმწიფო პალიატიური მზრუნველობის პროგრამის ფარგლებში, ანუ ყველას ამ რეცეპტზე ხელმისაწვდომობა არ აქვს. მეორე ის მომენტია, რომ ამ რეცეპტზე შესაძლებელია მხოლოდ გაიცეს 7 დღის მარაგი.
7 დღის მერე პაციენტი ხება თუ მიიჯო ოჯახის წევრი, უნდა მივიდეს თავიდან ამ ექიმთან, ონკოლოგთან, თავიდან უნდა აიღოს ეს რეცეპტი და მერე ამ რეცეპტის საფუძველზე თავიდან მიდის მერე აფთიაქში და ეს არის რაღაცა ესეთი ყოველკვირეული რიტუალი, სადაც მით უმეტეს ესეთი აფთიაქი ჭყალებში, იმიტომ რომ აფთიაქებიდან აღარ ხდება გაცემა უკვე 90-იანი წლებიდან, მაშინ იყო ესეთი მძიმე კრიმინოგენული სიტუაცია, შესაბამისად მაშინ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს აფთიაქებიდან ოპიოდების გაცემა გადატანილი ყოფილიყო პოლიციის შენობაში. თუმცა იმის მერე ბევრი რამე შეიცვალა, აღარავინ აღარ შედის ესე იარაღით აფთიაქში. თუმცა ბოლო პერიოდში ვერ ვიტყოდი ახლა კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყანაში არ არის სახარბიელო. მაგრამ აი ეხლა ვისმენ და უბრალოდ რაღაცნაირი კურიოზია ხა ჩვენ ვიცით რომ ჩვენს ქვეყანაში არის 50000-ზე მეტი ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელი, ხო? კვლევები ადასტურებს. აი ასეთ ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია ინექციური ნარკოტიკების მომხმარებაში, ნარკოტიკების კონტროლი დაასულია იქამდე, რომ ტანჯოთ პაციენტები. მაინც ვართ ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა წამალდამოხმარების ნარკოტიკების გამოყენებით და მაინც და მაინც ამ რგოლში რატო გვაქვს ესეთი დაუძლეველი სიმკაცრე, რომ ვიღაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები უნდა ესე იდაჯებოდნენ. აი ამაში რა ვიცი, რანაირი ლოგიკა არის? არანაირი ლოგიკა არის და მეცაც გეტყვით. გარდა იმისა, რომ გიორგი მახსენა ესენციური მედიკამენტები და სწორედ მორფინი და კოდეინი შეტანილია ჯანმოს ესენციურ მედიკამენტთან ნუსხაში, რაც ნიშნავს, რომ ის ადამიანისთვის, როდესაც მას სჭირდება ხელმისაწვდომი და იყოს ნებისმიერ დროს და ადგილას და ჩვენ აი ამ სხვადასხვა ბევრი ხელშემშლელი ფაქტორებით ვაიძულებთ ადამიანს, რომელიც არის უკვე დაავადების ტერმინალურ ფაზაში იტანჯოს და არ მიიღოს შესაბამისი მედიკამენტები თუ შესაბამისი დოზით და შესაბამის დროს, გარდა ამისა, ჩვენ თვითონ აი ეს პროცესი არა მარტო პაციენტებზე, ჩვენსაც აისახება. რატო? თქვათ, რა გავლენა აქვს ექიმებზე? ვახსენთ ბიოეთიკური პრინციპები, ხო? პირველ რიგში ვარხოთ ადამიანის პაციენტის ავტონომიას. მერე ძირითადი შემდეგი პრინციპები რა არის, ხო? არავნო, სარგებლის მოტანა და სამართლიანობა, ხო? თუ მე მას არ დავუნიშნე და არ დავეხმარე, რომ შეუმცირო ტანჯვა და გაუმჯობესო ცხოვრების ხარისხი, რაც არის ტკივილგაყოჩების ძირითადი მიზანი, რომ გავაუმჯობესოთ ამ ადამიანის ფუნქციონირება და ცხოვრების ხარისხი, ხო? ანუ მე ყველა ადამიანი იმსახურებს ღირსეულ სიკვდილსაც, ხო? ანუ ესეც უნდა ვთქვა, რომ ღირსებაა, რომ ადამიანს არ ტკიოდეს და ღირსეულად აღესრულოს. და ექიმი, რომელიც ამისი პირველი, რა ვთქვა, ადვოკატი უნდა იყოს ამისი, რეალურად ვერ მოაქვს სარგებელი, პირიქით, როგორც ვთქვით, მოაქვს ზიანი და პლუს სამართლიანობის პრინციპიც ირღვევა, იმიტომ რომ ასეთ პაციენტებს არ აქვთ ხელმისაწვდომი, როდესაც მათ სჭირდებათ ამ მედიკამენტებზე ტკივილის გასახოჩებლად, ხო? მეორე თვითონ ჩვენზე საზოგადოებაზე ეს როგორ არის ისახება, ხო? ოჯახის წევრი. დავიწყეთ, რომ თუნდაც ოჯახის წევრები ხშირად თვითონ არიან რეზისტენტები, რომ პაციენტმა დაიწყოს ამ მედიკამენტის მიღება, მაგრამ თუ იღებს 7 დღეში ერთხელ უნდა მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, აიღოს ახალი ცნობა, მერე ისევ მივიდეს პოლიციის შენობაში, გამოიტანოს რაღაცა მარაგი. და უნდა ელოდო მეც გეტყვი, ხა ჩვენ აი თბილისის მიხედვით საზღვრად, სადაც არის თქვა 4 ასეთი აფთიაქი. წარმოიდგინეთ რეგიონებში და ხშირად თქვა ესეთი ადამიანები რეგიონებში ცხოვრობენ მარტო, იმიტომ რომ ახალგაზრდები წასულები არიან. რა უნდა ქნა? მათ ხშირად დამტოვებელიც კი არ აყავთ პაციენტად, თქვა ოჯახის ერთი ორნიანი როგორც წესი წყვილი, ასაკოვანი ცოლ-ქმარი, ხო? თქვა ერთი არის ავად, მეორე უნდა დატოვოს მარტო ესე ჩავარდნილი პაციენტი, წავიდეს, მით უმეტეს სოფლებში არ ხდება, უნდა წავიდეს რეგიონულ ცენტრში, ანუ შეიძლება არ ყავდეს მანქანა, ტრანსპორტირება არის პრობლემა, ხშირად შეიძლება ახემატებოდეს 1 საათს, ერთი გზა, უკან წამოსვლისთვის დრო ჭირდება, მედიკამენტი უნდა აიღოს და ეს უნდა გამეორდეს წარმოიდგინეთ კვირაში ერთხელ. მეორე პრობლემა ის არის, რომ მედიკამენტების ფორმა.
საქართველოში მიუხედავად რომ ბოლო წლების შემოდის ტაბლეტირებული ფორმა, რატომღაც მაინც არის გარკვეული შეზღუდვები ამ ტაბლეტირებულ ფორმებზე და ძირითადად არის თბილისში და ბათუმში განაწილებული. აი სხვა ისე მიუბრუნდები ამ ასაკოვან ადამიანებს, ხო? მათ ხშირად ნემსის გამკეთებელიც არ აღამთ. პლუს გარდა იმისა, რომ უნდა იყიდოს დამატებითი ნემსი, უნდა იყიდოს თქვა ანტისეპტიკური საშუალება. რატო უნდა იმათვე ზედაც ტკივა? როდესაც არსებობს ტაბლეტი, აქ აღარ გავჩერდები, რომ ისაც ტაბლეტი არის რეკომენდირებული გახანგრძლივებული მოქმედების, იმიტომ რომ უფრო მყარი შეწყნილი მდგომარეობას აღწევს პლაზმაში, ხო? როგორც წესი, მედიკამენტების პრობლემა, პლუს არ არსებობს პედიატრიული პაციენტებისთვის სუსპენზია, თუ ვერ ყლაპავს ბავშვი, არ არსებობს. გარდა იმისა, შეიძლება მორფინი არ მოქმედებს, ან აღენიშნება გვერდითი მოქმედება. სხვა მედიკამენტიც არ არის მორფინის არ არსებობს სხვა მედიკამენტი, რომელზეც შეიძლება მოხდეს პაციენტის გადაყვანა. ასევე ძალიან თქვენ რამდენიმე ფორმა ახსენეთ, პეჩებიც არის, აი დასაკრობის საკმაოდ ეფექტური აი მე ზუსტად ვაპარაკობდი, ერთ-ერთი გამოსავალია ხოლმე და ჩვენთან ეგეც ხელმისაწვდომელია. არა, ვარი შოვი მაგას. და აი ესე კუსტარულად ურჩევ ხოლმე რომ დაასველო ნოოკაინში, ლიდოკაინში მარლა, დაიწყო ლეიკოპლასტირებით და აი ამ ტანჯვაში ვართ, როგორ გამოვუჩოთ ეს ტკივილი. ხო, ზედაპირული ისიც კი ერთ-ერთი მეთოდია, მაგრამ და ძალიან ძიმე შემთხვევები თქვა, ხო, ახლა მარტო ხელა მოხუცმა წყვილმა რა უნდა ქნას, რომელიც სოფლად ცხოვრობს და მხოლოდ რაიონულ ცენტრში შეუძლია ამ წამლის აღება და კვირაში ერთხელ აი ამ ტანჯვას გადის, ხომ? და გამტოვებელიც არ აქვს. ძირითადად აღარ ვერ გადიან ამ გზას. იმიტომ რომ იმდენად წარმოუდგენელია ეს, რომ როგორც წესი, იშვიათად რომ მათ გაიარონ მთელი ეს პროცედურები და მთელი ეს გზა და მეცაც გეტყვით ხშირად არც უნიშნავენ. იმიტომ რომ დიაგნოსტირება არ ხდება. ესეც სერიოზული პრობლემაა. სწორედ მივდივართ იქამდე, აი ხა გამახსენდა სწორედ ესეთი ფაქტი, რომ ბოლო წლების სტატისტიკას ვუყურებდი და ძალიან თვალსაჩინო იყო სხვაობა, თქვა ბოლო 5 წლის მანძილზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი, კი ბოთე განპირობებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი და დაახლოებით წარმოიდგინეთ, რომ ეს მაჩვენებელი არის 3000 და 5000-მდე შემცირებული. ანუ საქსტატზე საქსტატის მონაცემზე საუბრობ და ახლა მივყევი და გადავედი ამ სტატისტიკაზე, რომელიც აჩვენებს დაუდგენელი მიზეზებით სიკვდილიანობას და როგორც აღმოჩნდა დაუდგენელი მიზეზებით სიკვდილიანობა ამავე პერიოდში გასდილია 3000 და 5000. რა კორელაცია აქვს? რა სერიოზული, ასეთი საკმაოდ ძლიერი ნეგატიური კორელაცია, ანუ ერთი რო იზრდება, მეორე მცირდება. მაგრამ მე გეტყვით ახლა, რა პრობლემასთან არის ეს შეკავშირებული? იმ პრობლემასთან, რომ ეს წარმოიდგინეთ პლუს 10,000 თუ იყო, ან 8,000 არის ახლა 10,000 ან 13,000 ბოლო წლები, რაც ახლა სტატისტიკა, რომელიც იყო გამოქვეყნებული. რას ნიშნავს? ეს ადამიანი, ამ ადამიანისთვის დიაგნოზი არავის არ დაუსვია. ანუ ან ვერ მიმართეს ექიმს, იმიტომ რომ ვერ შეძლეს მიმართვა, ან თუ მიმართეს არ დაუნიშნეს ტკივილგამოყუჩებელი საშუალება, იმიტომ რომ აქედან მინიმუმ ნახევარს მაინც დაჭირდებოდათ. ხო? იმიტომ რომ პირდაპირ პროპორციულია იმ კლებასთან, კიბოს დიაგნოზით, გარდაცვალების კლებასთან, ხო? და იმიტომ რომ იმისთვის რომ დაუნიშნოთ ტკივილგამოყუჩებელი საშუალება, დიაგნოზი უნდა იყოს ვერიფიცირებული კანონმდებლობის მიხედვით და აი ამ ყველაფერს მივყავართ იმამდე რომ გარდა იმის რომ ემპათიაზე უკვე აღარ არის საუბარი, რომელიც არის აქტიური ქმედება რომ დაეხმარო პაციენტს, შეიძლება გადავიდეთ გარკვეულწილად სიმპათიად და რომ ვაიმე რა ცოტა რა იქნება რამე ვუშველთ ან რაღაცა, მაგრამ როდესაც ვერ ვშველით გადავდივართ აპათიაში, ხოლო თუ ხდება ემოციური გადაწვა ოჯახის წევრებსაც კი შეიძლება განუვითარდეთ ანტიპათია. რა შეგვეცოხა ამ ადამიანს, რომელიც თავის იმიტომ რომ თვითონ წოვს და ჩვენს კვაწროზე ამდენჯერ ყოფილა ესეთი დაისვენა სათქო. ანუ მივყავართ საზოგადოების გულგრილობამდე და რეალურად ის რაც შეიძლება იყოს საზოგადოების მნიშვნელოვანი და სადაც ნებისმიერ საზოგადოებაში არის მნიშვნელოვანი და დაიცვა ყველაზე მოწყვლადი კატეგორია საქართველოში სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ არ ხდება ეს.
აი, რაღაცნაირად ბოლოსკენ რო გავიდეთ, რეზიუმირება რო გავაკეთოთ დღევანდელი საუბრის, ხომ, ძირითადად მაინც ეს ინიშნება, ეს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები მაინც ონკოლოგიურ პაციენტებში, თუმცა ძალიან ბევრია სხვა ისეთი ტიპის ნოზოლოგიები, რომლებსაც ასევე ესაჭიროებათ, ხომ, ეს მედიკამენტები და მხოლოდ უმეტესწილად მაინც ონკოლოგიურ პაციენტებში ვნიშნავთ. რაში ხედავ ფათი გამოსავალს, ანუ ეხლა თქვი რომ ეს არის იცი რა, მე ვფიქრობ საზოგადოებას რაღაც გარკვეულწილად ამის მიმართ უნდა იყოს ძალიან ასეთი აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ პროცესებში, იმიტომ რომ ეს ის საზოგადო ჩვენ ყველანი არ ვიცით ხვალ ვის რა დაგვემართება, არ ვიცით ვის როგორ გვეთკინება. არ ვიცით მარტო ვიქნებით თუ არ ვიქნებით მარტო, არ ვიცით ივლიან თუ არა 7 დღეში ერთხელ სხვები ჩვენს მაგივრად, ან ივლიან თუ არა იმ მედიკამენტის ასაღებად, რომელიც დაგვჭირდება და ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ ღირსეულად სიკვდილს. ეს არის ადამიანის მთავარი ამბავი, რომ ანუ შეიძლება სიკვდილის არ გეშინოდეს, მაგრამ ტკივილის არ გეშინოდეს. რას ფიქრობ, რაში ხედავ გამოსავალს მაია ფათი? პირველ რიგში გამოსავალს ხედავ, რომ აი ვისთვის შეიძლება დანიშნა გადავიდეთ დიაგნოზიდან, იმიტომ რომ ტკივილი არ არის მაინდა-მაინც დაუცველი იყოს დიაგნოზთან შეჭიდული. უშუალოდ ტკივილის სიმძიმეზე, ხო? თუ როგორი ინტენსივი და სიძლიერის არის ტკივილი, იმის მიხედვით უნდა მოხდეს ტკივილგამაყუჩებლის დანიშნა, იმიტომ რომ ტკივილგამაყუჩებელი როგორც არის მორფინი, არ არის არც კიბოს წამალი და თქვა და არც გაფანტული სკლეროზის წამალი, ან თქვა და არც არის რევმატოიდული ართრიტის წამალი. ის არის ტკივილგამაყუჩებელი. ანუ მისი დანიშვნა პირველ რიგში უნდა ეფუძნებოდეს და დაეფუძნოს ტკივილის ინტენსივობას, ხო? და გამოცდილებას. თქვა რა გამოცდილება ქონდა, გაიაროთ ჩაიკრათ სხვა მედიკამენტების მკურნალობა ქონდა თუ რა გვერდიდი მოვლენები და ასე შემდეგ. და მეორე, არ უნდა იყოს პროგნოზთან მიფული. ეს არის ყველაზე ცუდი. ანუ თუ არ ყვდები, მანამდე არ გინიშნავენ. არ გინიშნავენ და სახელმწიფო პროგრამაც ესე არის პალიატიური მზრუნველობის უნდა, თუმცა ის უშუალოდ ბინაზე მომსახურებას ეხება და მოსალოდნელი სახელმწიფო 6 თვე უნდა იყოს, მაგრამ ვინაიდან თვითონ რეგულაციებში წერია, რომ ხოლმე ტერმინალურ სტადიაზე შეიძლება დანიშნონ, როგორც წესი ეს თანხმედრაშია და იმისთვის რომ ექიმებს ეშინიათ რომ ვაიმე უფრო ადრე არ ჩართო პროგრამაში ან ვაიმე უფრო ადრე არ დამნიშნო, სანამ არ გამოიხატება როგორც წესი აქტიური კტომის ნიშნები, როგორც წესი ექიმთა უმრავლესობა სამწუხაროდ თავს არიდებს პაციენტისთვის მედიკამენტის დანიშვნაზე. ან უნდა ტკივილის მართვა უნდა დაეფუძნოს ტკივილს და არა პროგნოზს და არა დიაგნოზს. და არა აბსოლუტურ კანონმდებლობას. არა, აბსოლუტურად. და რა თქმა უნდა, ამისთვის უნდა მოხდეს კანონმდებლობის გაუმჯობესება, ექიმების განათლება და საზოგადოებაშიც ალბათ უფრო ცნობადობის ამაღლება ამ თვალსაზრისით. მაია, ეს ცნობილი ფრაზა იყო ამ საუბარში, ადამიანის სიკვდილით იბადება, ტკივილით იბადება და ტკივილით. კომენტარს გეკეთებაც არ ვიცი ხარ, უნდა გავაკეთო კომენტარი. მოკლედ, შესაბამისმა მესვეორებმა უნდა გაიაზრონ, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა არ ნიშნავს ტკივილით დატანჯული ადამიანების ტანჯვის გაგრძელებას. ეს არ არის გამოსავალი და ნარკოტიკებთან ბრძოლას ამით არ უნდა ვაგვარებდეთ. ეს არის გეთანხმები. თემა ძალიან აქტუალურია და მადლობა ფათიმ ამ პოდკასტში რომ მიიღე მონაწილეობა. მართლა ძალიან ბევრი ადამიანს ახლა ჩვენი საუბრის განმავლობაში ძალიან უჭირს და ძალიან ტკივა და მათ აი ამ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან ხელი არ მიუწვდებათ. მოკლედ რაღაც იმედი დავიტოვოთ რომ რაღაცა გამოსწორდება. მადლობა. ეს იყო პოდკასტი ჯანმრთელობის მატრიცა, რომლის სპონსორიც არის კლინიკა ნეოლაბი. ჩვენ მომდევნო ორშაბათამდე გემშვიდობებით.